უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ეს ამ კვირის განმავლობაში ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპია. ამჯერად გათავისუფლდნენ ის უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც მძიმე დაჭრილები არიან, ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. ინფორმაცია გავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ გაცვლის პროცესი შეეხო 18-დან 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცებს. დღეს ამ კვირაში მებრძოლების გაცვლის მეორე ეტაპია. დავაბრუნეთ დაჭრილი ჯარისკაცები. ზოგი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ისინი სხვადასხვა დანაყოფიდან არიან. ყველას სჭირდება სერიოზული სამედიცინო დახმარება. ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ველით ამ პროცესის გაგრძელებას. ამაზე ცალკე განცხადებები გაკეთდება. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ყველა ტყვე და გავათავისუფლოთ ისინი. გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე უკრაინელმა მებრძოლმა საჯაროდ გამოხატა ემოცია. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი გულისთვის იბრძოდით. მადლობა ყველას. გათავისუფლებულებს შორის არიან მებრძოლები, რომლებიც 3 წლის წინ მარიუპოლის ბრძოლის დროს ტყვე დაიყვანეს. გადავრჩი და სახლში დავბრუნდი, დედა, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო. გაცვლის პროცესს ოფიციალურად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსის ტყვეების მეორე ჯგუფი მიიღო.